გვერდი 21 პირველი ამოცანა. სკალარულია თუ ვექტორული სიდიდეა ელექტრული მუხტი. სკალარულია, რადგან მიმართულება არ აქვს. სკალარულია. მეორე. რისი ტოლია ატომის ჯამური მუხტი. ატომის ჯამური მუხტი 0-ის ტოლია. თუ ატომი არ არის იონიზირებული. რამდენ პროტონს შეიცავს ატომის ბირთვი, რომლის გარშემო 4 ელექტრონი ბრუნავს? 4 პროტონს შეიცავს. მეოთხე ამოცანა. რისი ტოლია იმ ატომის ბირთვის მუხტი, რომლის გარშემო 6 ელექტრონი ბრუნავს? იმ ატომის მუხტი, რომლის გარშემო 6 ელექტრონი ბრუნავს, იქნება 6-ჯერ პროტონის მუხტი. Q პროტონის. 6-ჯერ, ესე იგი 1.6 10-19 ხარისხად კულონი. მეხუთე. შესაძლებელია თუ არა ნაწილაკს ჰქონდეს -3.2 10-20 ხარისხად კულონი მუხტი. ესე იგი შეიძლება თუ არა ესეთი მუხტი არსებობდესო. ესე იგი -3.2 10-20 ხარისხად. ეხლა იმისათვის რომ გავიგოთ ესეთი მუხტი არის თუ არა შესაძლებელი, უნდა გავყოთ ელემენტარულ მუხტზე და ელემენტარული მუხტი, უარყოფითი ელემენტარული მუხტი აქვს ელექტრონს. ესე იგი Q უნდა შევაფართოთ ელექტრონის მუხტთან. ეს არის -3.2 10-20 ხარისხად, -20 ხარისხად შეფარდებული, ესე იგი -1.6 10-19 ხარისხად. ეს გამოვა, აქ იქნება 2 10-1 ხარისხად. შეუძლებელია, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა მიგვიღო მთელი რიცხვი. მეექვსე. შესაძლებელია თუ არა სხეულის ჯამური მუხტი 5-10-27 კულონის ტოლი იყოს. ესე იგი Q არის 5-10-27 ხარისხად კულონი. არ შეიძლება, იმიტომ რომ ისევ Q რო გავყოთ ელემენტარულ მუხტზე, ამ შემთხვევაში პროტონის მუხტზე, ესე იგი უნდა ეს გამოვა 5-10-27 ხარისხად შეფარდებული 1.6 10-19 ხარისხად. ესე იგი ეს მუხტი შეიძლება და არც გაგვეყო, როგორც ხედავთ, ელემენტარულ მუხტზე ნაკლები მუხტი არის, ესე იგი არ შეიძლება, ამიტომ. მეშვიდე ამოცანა. ატომმა 3 ელექტრონი მიიერთა, რისი ტოლია მისი მუხტი? თავიდან ატომი ნეიტრალური იყო, მუხტი 0 ჰქონდა, 3 ელექტრონი მიიერთა, ამიტომ მისი მუხტი გახდა Q უდრის 3-ჯერ ელექტრონის მუხტი. ამიტომ იქნება 3-ჯერ -1.6 10-19 ხარისხად კულონი. მერვე ამოცანა. ალფა ნაწილაკი 2 პროტონისა და 2 ნეიტრონისგან შედგება. განსაზღვრეთ მისი მასა და მუხტი. ალფა ნაწილაკს, ესე იგი, აქვს 2 პროტონი და პლუს, ესე იგი, 2 ნეიტრონი. რაც შეეხება მუხტს, მუხტი აქვს მხოლოდ პროტონებს, ამიტომ 2-ჯერ Q პროტონის მუხტზე, ესე იგი 2-ჯერ 1.6 10-19 ხარისხად კულონი მუხტი. თან ეს დადებითია, როგორც ხედავთ. რაც შეეხება მასას, მასა არის, ესე იგი, 2 პროტონის მასას დამატებული 2 ნეიტრონის მასა. ეს არის 2-ჯერ პროტონის მასა 1.673 10-27 ხარისხად კილოგრამი, პლუს 2-ჯერ
1,675 10 minus 27 ხარისხად კილოგრამი. ამ რიცხვს გამოთვლით თქვენ თვითონ. მეცხრე ამოცანა. დაუმუხტავი მინის ღეროსა და აბრეშუმის ქსოვილებს გახახუნების შედეგად მინის ღეროზე 10-ის მერვე ხარისხით მეტი პროტონი აღმოჩნდა, ვიდრე ელექტრონი. რა მუხტი შეიძინა მინის ღერო? აბრეშუმის ქსოვილმა შეიცვალა თუ არა ჯამური მუხტი. ჯამური მუხტი Q სრული არის 0-ის ტოლი, რაც შეეხება მინის ღეროს Q მინისა იქნება 10-ის მერვე ხარისხად Q პროტონზე, ხოლო აბრეშუმისთვის იქნება 10-ის მერვე ხარისხად Q ელექტრონზე. აზოტის ატომის ბირთვი 7 პროტონისა და ნეიტრონს შეიცავს. რამდენჯერ მეტია ამ ბირთვის მასა მის გარშემო ბრუნავი ელექტრონების მასაზე? მთელი მასა იქნება 7-ჯერ პროტონის მასა პლუს 7-ჯერ ნეიტრონის მასა. და ასევე მას აქვს, ესე იგი, ელექტრონები. ცხადია, ელექტრონთა რაოდენობა 7 იქნება, 7-ჯერ ელექტრონის მასა. ამიტომ რამდენჯერ მეტი არის, ეს რიცხვი უნდა გამოვთვალოთ. პროტონის მასა 7-ჯერ პლუს 7-ჯერ ნეიტრონის მასა უნდა გავყოთ 7-ჯერ ელექტრონის მასაზე. ეს გამარტივების მიზნით ეს 7-იანი შეიძლება გავიტანოთ და შევკვეცოთ და გვექნება პროტონის მასას პლუს ნეიტრონის მასა შეფარდებული ელექტრონის მასაზე. 25 გვერდი. როგორ შეიცვლება დადებითად დამუხტული ელექტრომეტრის ჩვენება თუ მას პლასმასის დაუმუხტავი ჯოხით შევეხებით? პასუხი დაასაბუთეთ. ოდნავ შეიცვლება, ოდნავ შემცირდება, იმიტომ რომ ძალიან პატარა მოხტი გადავა. ეს პირველი იყო. მეორე. უარყოფითად დამუხტულ ლითონის სხეულს მოსწავლე მინის სახაზავი შეახო. შეიცვლება თუ არა სხეულის მოხტი? უმნიშვნელოდ, მაგრამ შეიცვლება, იმიტომ რომ ძალიან პატარა მოხტი გადავა. როგორ შეიცვლება დადებითად დამუხტული ალუმინის ბურთულას მასა თუ მას შიშველი ხელით შევეხებით? დადებითად რო იყო დამუხტული, ესე იგი მას აკლდა ელექტრონები. თუ შიშველი ხელით შევეხებით, ესე იგი ის დადებით მუხტს დაკარგავს. დადებითი მუხტის დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ მასზე გადავლენ ელექტრონები. ამიტომ ესე იგი მასა გაიზრდება. შესაძლებელად მიგაჩნია თუ არა ებონიტის ღეროს ბოლოებზე ერთდროულად დაგროდეს სხვადასხვა ნიშნიანი მუხტი. შეიძლება, იმიტომ რომ ებონიტი არ ატარებს დენს. შეიძლება თუ არა არაგამტარი ნივთიერება გამტარი გახდეს. რა თქმა უნდა შეიძლება, ამას ქვია გარღვევა. ესე იგი ამისათვის არაგამტარი უნდა შევიტანოთ ძლიერ ველში, რომელიც ესე იგი გახლეჭს ესე იგი ელექტრონებს და დადებით ბირთვებს შორის ესე იგი კავშირს და აქცევს მას გამტარად. ამისი მაგალითი არის მაგალითად ელვა, რასაც ჩვენ ვხედავთ, ესე იგი. მეექვსე. დამუხტული ელექტროსკოპის ფურცლებს შორის კუთხე დროთა განმავლობაში თავისთავად მაინც მცირდება. ახსენით ეს მოვლენა. ახლა ელექტროსკოპი, ესე იგი, როცა დამუხტული არის, აქ ჰაერი არის, ახლა ჰაერში გვაქვს ესე იგი ატომები, მოლეკულები, ხო? ესე იგი, მაგრამ არის ასევე რადიაცია გარედან. ამიტომ ესე იგი ეს ზოგიერთი ატომი იონიზირდება, ესე იგი და აქედან გამომდინარე აქ მოდის საპირისპირო ნიშნის მუხტი და მისი მუხტი მცირდება ელექტროსკოპის. მეშვიდე ამოცანა. თმის დავარცხნა პლასმასის სავარცხლით უფრო მოსახერხებელია თუ ისეთივე ალუმინის სავარცხლით? პლასმასის სავარცხლით როცა ვივარცხნით, ესე იგი, მან ხახუნს აქვს ადგილი და პლასმასი და თმები იმუხტება სხვადასხვა ნიშნის მუხტით, ამიტომ
თმები იმუხტება რაღაცა ნიშნის მუხტით და ამიტომ ეს თმები ერთმანეთს განზიდავს და მაინდამეც კარგად არ ჯდება. რაც შეეხება ალუმინის სავარცხლით დავარცხნისას, ხახუნს რა თქმა უნდა აქვს ადგილი, მაგრამ იმის გამო რომ ალუმინი ძალიან კაი გამტარი არის, ხახუნით დამუხტვა მისი პრაქტიკულად შეუძლებელია. ფეთქებ-საშიში ნივთიერებების გადასაზიდად ავტომობილზე ამაგრებენ ლითონის ჯაჭვს, რომელიც მიწას ეხება. რატომ? რო არ დაგროვდეს ეგრეთ წოდებული სტატიკური მუხტი და არ მოხდეს განმუხტვა, რომელმაც შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს. რატომ არ შეიძლება ცეცხლმოკიდებული ელექტროსადენების ჩაქრობა წყლის ჭავლით? იმიტომ რომ წყალი კი არის, ესე იგი დიელექტრიკი, მაგრამ ეს ასე ვთქვათ, თუ გვა გამოხტილი წყალი და წყალში ყოველთვის არის გახსნილი მარილები და გახსნილი მარილები წარმოადგენენ იონებს და ამიტომ წყალი ატარებს დენს. ელექტროსკოპის დამზადებისას ლითონის ღერო მინის ღეროთი ჩაანაცვლეს. იმუშავებს თუ არა ასეთი ელექტროსკოპი? პრაქტიკულად არ იმუშავებს, იმიტომ რომ ძალიან რთულია მას გადასცე, ესე იგი მუხტი. გვერდი 29. ორი გამტარი სხეულის მუხტები მათ შეხებამდე 2 ნანოკულონი და 4 ნანოკულონია. რისი ტოლი იქნება სხეულების ჯამური მუხტი მათი შეხების შემდეგ. ეგ არის ეგრეთ წოდებული მუხტის შენახვის კანონი. ესე იგი სრული მუხტი სისტემისა თუ ის სისტემა ჩაკეტილი არის, ესე იგი არ იცვლება. ამიტომ სრული მუხტი ისევ იქნება Q პირველს პლუს Q მეორე. რა თქმა უნდა, აქ თავისი ნიშნებით უნდა გავითვალისწინოთ. ამიტომ ეს იქნება 2 ნანოკულონს პლუს 4 ნანოკულონი და იქნება 6 ნანოკულონი. მეორე ამოცანა. ელექტრონულად ნეიტრალური 2 არაგამტარი სხეულის ხახუნის შედეგად პირველმა სხეულმა მიიღო პლუს Q მუხტი შეიძინა. პლუს Q მუხტი. რა მუხტი შეიძენსო მეორეო? მეორეს ექნება მინუს Q მუხტი, იმიტომ რომ ჯამური მუხტი Q თავიდან იყო 0 და მერეც 0 იქნება. ამიტომ იქნება პლუს Q-ს მინუს Q და ჯამში ისევ ვთქვათ 0 გამოგვივა. მესამე ამოცანა. ელექტრონულად ნეიტრალური 3 არაგამტარი სხეულის ერთმანეთთან ხახუნის შედეგად ორმა მათგანმა -9 ნანოკულონი და +4 ნანოკულონი მუხტი შეიძინა. რისი ტოლია მუხტი შეიძინა მესამე სხეულმა. თავიდან ნეიტრალური რადგან იყო, ესე იგი საწყისი მუხტი იყო 0-ის ტოლი. ეს ნიშნავს, რომ მერენდელი მუხტიც იქნება 0-ის ტოლი. ასე რომ Q პირველს პლუს Q მეორე პლუს Q მესამე ასევე უნდა იყოს 0-ის ტოლი. ესე იგი აქ დაიწერება -9 ნანოკულონს პლუს 4 ნანოკულონი პლუს QX უდრის 0-ს. ხო? ესე იგი აქედან QX გამოვა 5 ნანოკულონი. მეოთხე ამოცანა. რატომაა რომ დამუხტული ბუშტი დაუმუხტავ ბუშტს იზიდავს, ხოლო დამუხტული ნაწილაკები დაუმუხტავ ნაწილაკთან არ ურთიერთქმედებს? ეხლა თუ აქ ლაპარაკი არის ბუშტზე, აი თქვა წარმოიდგინე დამუხტული ბუშტი არის რაღაცა. არ აქვს მნიშვნელობა დადებითადა თუ უარყოფითად. ეს დაუმუხტავ ბუშტზე აქ მოხდება ეგრეთ წოდებული პოლარიზაცია. ეს დადებითი მუხტი შეეცდება რომ მასთან ახლოს განალაგოს უარყოფითი მუხტები და შორს იქნება შედარებით დადებითი მუხტები. რადგან ეს უარყოფითი მუხტები უფრო ახლოს არის ვიდრე ეს დადებითი მუხტები, ესე იგი ამიტომაც წარმოიშობა მიზიდვა მათ შორის. თუ ძაბზე დაკიდებულ ლითონის მასრას უარყოფითად დამუხტულ ებონიტის ჯოხს მივუახლოვებთ, მასრა ჯოხისკენ მიიზიდება. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მასრა აუცილებლად დადებითადაა დამუხტული? ფაქტიურად არა, იმიტომ რომ ესე იგი
არ ნიშნავს მაგას, იმიტომ რომ იგივე იდეა არის რა, ესე იგი თქვა ეს სხეული, რომელიც დადებითადაა დამუხტული, აი მეორე სხეულზე მოახდენს პოლარიზაციას და ესე იგი ამის ჯამური მუხტი არ შეიცვლება, სანამ არ შეეხებიან ერთმანეთს. მაგრამ ეს უარყოფითი მუხტები უფრო ახლოს არიან განლაგებული ვიდრე დადებითები და ამიტომ ეს დადებითი მუხტი ამ უარყოფითს მიიზიდავს და მიზიდულობა ამიტომ წარმოიშვა. ამიტომ ეს არ ნიშნავს, რომ ამას მაინდამაინც უარყოფითი ნიშნის მუხტი უნდა ქონოდა თავიდან. ეხლა ეს რომელი იყო მეხუთე იყო. მეექვსე ამოცანა. როგორ დამუხტავთ დადებითად დამუხტული მინის ჟღეროს დახმარებით იზოლირებულ სადგომზე დამოგრებულ ლითონის ნეიტრალურ ბურთულას დადებითად მათი შეხების გარეშე. ნუ ხლა ეს შეიძლება მოხდეს ესეთნაირად, რომ ესე იგი თქვათ ეს თქვათ მინის ჟღერო არის დადებითად დამუხტული, ხო? ეხლა აქ რაღაცა ნეიტრალური სხეული მიუახლოვეთ, ესე იგი მას და აქ წარმოიშვება უარყოფითი მუხტები. პოლარიზაციის გამო, აქ დადებითი მუხტები. ეხლა თუ ჩვენ მაგალითად აი ამას აქ შევეხებით აქეთ მხარეს, აი ეს ელექტრონები გადმოვა აი ამ სხეულზე, ესე იგი და ჭარბი დადებითი მუხტები დარჩება. ნუ ანალოგიური ამოცანებია ყველას რა, ესე იგი დანარჩენი ასევე საზეპირო მარტივი ამოცანები არის. გვერდი 34. გვერდი 34. რა ძალით განიზიდავს ერთმანეთს ორი დამუხტული ნაწილაკი ვაკუუმში? თუ თითოეულის მუხტი -2 ნანოკულონია, ხოლო მანძილი მათ შორის 1 მეტრია. ნუ ჩვენ აქ უნდა ვისარგებლოთ კულონის კანონით. ფორმულა არის ეგეთი: K Q1 Q2-ზე შეფარდებული R კვადრატზე. ნუ ახლა ეს ნანოკულონები, ესე იგი თქვათ, ერთი არის Q პირველი უდრის Q მეორეს და უდრის -2 ნანოკულონს, ესე იგი 10 2 გამრავლებული 10 -მეცხრე ხარისხად კულონი არის. და მანძილი R არის, ესე იგი 1 მეტრი. ხო, ნუ აქ K-ს რაც ეხება, ეს არის 9 10-ის მეცხრე ხარისხად. მისი ერთეულები არის ნიუტონ მეტრ კვადრატი კულონ კვადრატზე. აი ამ ფორმულით დავითვლით მაგას. მეორე ამოცანა. რამდენჯერ შეიცვლება დამუხტულ ნაწილაკებს შორის კულონური ძალა, თუ თითოეულ მუხტს და მათ შორის მანძილს 5-ჯერ გავზდით. ხო, ნუ აქ არის ლაპარაკი, რომ თქვათ ორი მუხტი გვაქვს, ესე იგი Q პირველი შტრიხი არის 5-ჯერ Q1, Q2 შტრიხი არის ასევე 5-ჯერ Q2 და R2 შტრიხი არის 5-ჯერ R1. და როგორ შეიცვლება კულონის ზალა? F შტრიხი F-თან შეფარდება გვეკითხებიან. დავწეროთ საწყისი კულონის ზალა. ეს არის K Q1 Q2-ზე შეფარდებული R კვადრატზე. ეხლა იმის მერე როცა შევცვალეთ ჩვენ მუხტები და მანძილი, იქნება K Q1 შტრიხი Q2 შტრიხზე R შტრიხ კვადრატზე. ნუ შევიტანოთ აქ ეს Q1 შტრიხი და ეს არის 5 Q1 5 Q2-ზე და 5-ის კვადრატი 25 R კვადრატი. 25 ეს ხუთების ნამრავლი შეიცვლება და F შტრიხი გამოგვივა F-ის ტოლი. ასე რომ არ შეიცვლება. მესამე ამოცანა. რამდენჯერ შეიცვლება დამუხტულ ნაწილაკებს შორის კულონური ძალა, თუ თითოეულ მუხტს 3-ჯერ, ხოლო მათ შორის მანძილს 9-ჯერ გავზდით. ეს ფაქტურად იგივენაირი ამოცანა არის. ესე იგი Q1 შტრიხი არის 3 Q1, Q2 შტრიხი არის 3 Q2, ხოლო R2 შტრიხი არის 9-ჯერ R2.
ანალოგიურად, ესე იგი, F იყო საწყისი მუხტი K, Q1 Q2-ზე R კვადრატზე, მერენდელი ძალა იქნება K, 3Q1 3Q2 და 3-ჯერ R კვადრატში, ესე იგი 9-ჯერ R კვადრატი. ეს 3-ები და 9-ები გაიკვეცება და F'-ის ტოლი გახდება. მეოთხე ამოცანა. რამდენი ჭარბი ელექტრონია მცირე ზომის უარყოფითად დამუხტულ ბურთულაზე, თუ მას 2 მეტრი დაშორებული 2 ნანოკულონი მუხტის მქონე მეორე მცირე ზომის ბურთულა 154 10-19 ძალით იზიდავს. ჩავწეროთ, რომ Q პირველი არის 4 ნანოკულონი, ეს არის 4 10-19 ხარისხად კულონი, ძალა არის 154 10-19 ხარისხად ნიუტონი, მანძილი R არის 2 მეტრი და რამდენი ჭარბი ელექტრონი აქვსო მეორე სხეულს. ჩავწეროთ კულონის ურთიერთქმედების ზალა Q1-სა და Q2 შორის. ესე იგი, გვაქვს Q პირველი სხეული და Q მეორე სხეული. მათ შორის მანძილი არის R-ის ტოლი. ვიტყოთ ახლა ეს Q2. F არის K, Q1 Q2-ზე R კვადრატზე. აქედან Q2 იქნება F გამრავლებული R კვადრატზე K Q1. აქედან მასშტაბით ჩვენ ვიპოვეთ რა მუხტი აქვს ამ სხეულს და ეს Q2 რო გავყო ელექტრონის მუხტზე, ხო? მის სიდიდეზე. მივიღებ რამდენი ცალი ჭარბი ელექტრონი აქვს. აი ესეთნაირად დავადგენთ აი ამას. მეხუთე ამოცანა. როგორ შეიძლება +5Q და 3Q მუხტის მქონე ორი ერთნაირი ლითონის ბურთულის შორის ურთიერთქმედების კულონური ძალა, თუ ერთმანეთს შევახებთ და იგივე მანძილი დავაშორებთ. ბურთულები ჩათვალეთო წერტილოვან სხეულებათო. ესე იგი, Q პირველი არის 5Q, Q მეორე არის -3Q. მოდით ვნახოთ, ესე იგი, მანძილი, ესე იგი, R პირველი უდრის R მეორეს. მოდით დავთვალოთ, როგორ შეიცვალა ძალაო, ესე იგი, F2-ის F1-თან შეფარდებას ვთხოვე. მოდით ჩავწეროთ F პირველი ძალა. ეს არის K, Q1 Q2-ზე შეფარდებული R1-ის კვადრატზე. ეხლა, როდესაც ამ მუხტებს შევახებთ და დავაშორებთ, რადგან ზომები ერთნაირი არის, ჯამური მუხტი, რადგან არ შეიცვლება, Q იქნება Q პირველს პლუს Q მეორე, ესე იგი იქნება 2Q-ს ტოლი. და ეს თანაბრად გადანაწილდება, ასე რომ Q1 შტრიხი ტოლი იქნება Q2 შტრიხისა და იქნება Q-ს ტოლი. ასე რომ ახლა F მეორე ძალა დავწეროთ, იქნება K, Q გამრავლებული Q-ზე შეფარდებული R2-ის კვადრატზე. ხო, ახლა აქ შევიტანოთ F1-ში თავისი მნიშვნელობები. F1 არის K, 5Q გამრავლებული 3Q-ზე R1-ის კვადრატზე. F2 არის K, Q კვადრატი R2-ის კვადრატზე. გავყოთ F1 F2-ზე. ესე იგი, K 15Q კვადრატი R1-ის კვადრატზე, K Q კვადრატი R2-ის კვადრატზე. K-ები გაიკვეცა, Q კვადრატები გაიკვეცება, R კვადრატები გაიკვეცება, იქნება 15-ის ტოლი. ასე რომ F მეორე იქნება F პირველის მე-15-ის ტოლი. ძალა შემცირდება. მეექვსე ამოცანა. რა ძალა იმოქმედებს 3 ნანოკულონ მუხტის მქონე ნაწილაკზე, რომელიც მოთავსებულია 40 სანტიმეტრით დაშორებულ წერტილოვანი 8 ნანოკულონი და -4 ნანოკულონი მუხტების შემაერთებელ მონაკვეთის შუა წერტილში. დავწეროთ, ესე იგი, გვაქვს მუხტი Q ნულოვანი დავარქვათ, მაგას არის 3 ნანოკულონი, ესე იგი, Q პირველი არის 8 ნანოკულონი და Q მეორე არის -4 ნანოკულონი.
ესე იგი მანძილი R არის ესე იგი 40 სანტიმეტრი და რისი ტოლი არის ძალა, რომელიც მოქმედებს აი ამ Q0 მუხტზე, F0-ით აღნიშნოთ ეგა. აი თქვათ, აქ არის თქვათ Q პირველი მუხტი, ეს არის Q მეორე მუხტი, მოდი თავიანთი ნიშნები დავაწეროთ, ეს დადებითია, ეს უარყოფითია. აი Q0-ვანი მუხტი არის მათ შემაერთებელი წრფეზე შუაში განლაგებული. ეს არის Q0-ვანი მუხტი, რომელიც ასევე დადებითი არის. ეს დადებითი მუხტი ამ დადებითს განზიდავს, ეს უარყოფითი ამ დადებითს იზიდავს, ამიტომ ჯამური ძალა, რომელიც იმოქმედებს აი ამ Q0 მუხტზე, ეგ იქნება F პირველს პლუს F მეორე. ეხლა F პირველი ეს არის K Q1 Q0 R ნახევარი კვადრატში, F2 არის K Q2 Q0 R ნახევარი კვადრატში. შევიტანოთ ამაში და ეს F0 ძალა გამოგვივა K Q0 შეფარდებული R ნახევარი კვადრატში Q პირველი პლუს Q მეორე, მაგრამ ახლა აქ ყველგან იგულისხმება მუხტების მოდულები, უკვე ნიშნები გავითვალისწინე მე, როდესაც ვექტორები, ძალის ვექტორები დავხატე. ნუ აქედან გამოვთვლით, ახლა აქ უბრალოდ უნდა შესაბამის ერთეულებში ჩავწეროთ ეს 3 ნანოკულონი 3 10-მეცხრე ხარისხად კულონი, 8 ნანოკულონი 8 10-მეცხრე კულონი, 4 ნანოკულონი, ნუ -4, 4 10-მეცხრე ხარისხად კულონი, 40 სანტიმეტრი, 0,4 მეტრი. ნუ ამას გამოვთვლით მარტივად. მეშვიდე ამოცანა. ძაბზე ჩამოკიდებულ 100 გრამი მასისა და 2 მიკროკულონი მუხტის მქონე მცირე ზომის ბურთულას ქვევიდან 1 მეტრ მანძილზე მიუახლოვეს 5 მიკროკულონი მუხტის მქონე ნაწილაკი განსაზღვრეთ ძაფის დაჭიმულობის ძალა. აი წარმოვიდგინოთ ეგეთი რაღაცა, რომ აქ არის ძაფი, აქ იყო სხეული, ამაზე მოქმედებდა mg ძალა და ეს დაჭიმულობის ძალა და ეხლა ქვევიდან ჩვენ მიუახლოვეთ მეორე მუხტი. ამას რადგან ორივე დადებითი არის, ეს მუხტი ამას განზიდავს, ამიტომ ზევით იმოქმედებს კულონის ზალა. ნუ ჩავწეროთ აბა მოცემულობა, ესე იგი როგორ ქონდა. ეს არის მეშვიდე ამოცანა, ხო? ესე იგი მასა არის ესე იგი 100 გრამი, ანუ 0,1 კილოგრამი. მუხტი არის Q არის 2 მიკროკულონი, ესე იგი 2-ჯერ 10-6 ხარისხად კულონი. და Q პირველი არის 5 მიკროკულონი, ანუ 5-ჯერ 10-6 ხარისხად კულონი. და მანძილი მათ შორის ელი არის 1 მეტრი. ახლა ჩავწეროთ, ახლა ამაზე ეს იყო Q, ეს იყო Q პირველი. აი ამას ვამოვდი, რომ ეს ამას განზიდავს. ახლა ესეც განზიდავს ამას, მაგრამ ეს არ გვაინტერესებს რა ხდება აქ. დავწეროთ აი ამ ბურთულას ტონოსწორობის პირობა. T ზევით მოქმედებს პლუს F კულონი ზევით მოქმედებს უდრის mg-ს. ასე რომ T იქნება mg-ს მინუს F კულონის. ასე რომ T იქნება mg მინუს K Q1-ზე შეფარდებული L კვადრატზე. აი ესეთი იქნება დაჭიმულობის ზალა. მერვე ამოცანა. 3 ნანოკულონი და 27 ნანოკულონი წერტილოვან მუხტებს შორის მანძილი 8 მეტრია. მუხტებზე გავლებული წრფის რომელ წერტილში უნდა მოვათავსოთ მესამე 1 ნანოკულონი მუხტის ნაწილაკი, რომ იგი წონასწორობაში იყოს. ჩავწეროთ, ესე იგი Q პირველი არის 3 ნანოკულონი, Q მეორე არის 27 ნანოკულონი, მათ შორის მანძილი L არის 8 მეტრი და რომელ წერტილში უნდა მოვათავსოთ 1 ნანოკულონი მუხტის ნაწილაკი, რომ იგი წონასწორობაში იყოს. Q3 არის 1 ნანოკულონი.
ესე იგი აქ მნიშვნელოვანია რომ ყველა მუხტებს ერთნაირი ნიშანი აქვს. ეს არის Q პირველი მუხტი, ეს არის Q მეორე მუხტი. ესე იგი მათ შორის მანძილი არის 8 მეტრი. ნუ ეს უფრო პატარა მუხტი არის, ეს უფრო დიდი მუხტი არის. აი სადღაც აი ამასთან უფრო ახლოს უნდა მოვათავსოთ ეს Q მესამე მუხტი, რომ ის წონასწორობაში აღმოჩნდეს. ეხლა რა მოხდება? ეს პირველი მუხტი აი ამ მესამეს განზიდავს. ეს დადებითი მუხტი რადგან არის, ესეც დადებითი მუხტი არის, ესეც განზიდავს და თუ ეს ძალები ერთმანეთს გააწონასწორებენ, ეს წონასწორობაში იქნება. მოდი ამ ძალას დავარქვათ F1, ამას დავარქვათ F2. ეხლა ეს მანძილი მოდით აღვნიშნოთ X-ით. ესე იგი F პირველი, ეგ იქნება K, Q პირველი, Q მესამე შეფარდებული X კვადრატზე. F მეორე იქნება K, Q მეორე, Q მესამე L minus X კვადრატში და ეს ძალები ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს. K Q1 Q3-ზე X კვადრატზე უდრის K Q2 Q3-ზე L minus X კვადრატში. ნუ K-ები გაიკვეცება, Q3-ები გაიკვეცება. აი ესეთნაირად დავწეროთ, ესე იგი L minus X კვადრატში შეფარდებული X კვადრატზე უდრის Q2 Q1-ზე. Q არის 27 ნანოკულონი, ეს 3-ია, ამიტომ მათი შეფარდება არის 9-ის ტოლი. ესე იგი L minus X კვადრატში X კვადრატზე უდრის 9-ს. ორივე მხრიდან ამოვიღოთ ფესვი. L minus X X-ზე უდრის 3-ს. ესე იგი 3X უდრის L minus X. ესე იგი ეს X-ი აქეთ გადმოვიტანოთ, 4X უდრის L-ს, ესე იგი X გამოვა L მეოთხედი. აი ესეთ მანძილზე უნდა მოვათავსოთ. ნუ 2 მეტრი გამოგვივა. მე-9 ამოცანა. -4 ნანოკულონი და 16 ნანოკულონი წერტილოვან მუხტებს შორის მანძილი 4 მეტრია. მათზე გამავალი წრფის რომელ წერტილში უნდა მოვათავსოთ 1 ნანოკულონი მუხტის მქონე ნაწილაკი, რომ ის გაწონასწორებული იყოს. ესე იგი Q პირველი არის -4 ნანოკულონი, Q მეორე არის 16 ნანოკულონი, მათ შორის მანძილი L არის 4 მეტრი და Q მესამე არის 1 ნანოკულონი. ნუ საუდნო მოვათავსოთ, რომ ის წონასწორობაში იყოს. ეს იყოს Q პირველი, აგერ არის Q მეორე, ეს უარყოფითი მუხტი არის, ეს დადებითი მუხტი არის. მათ შორის მანძილი ვიცით, რისი ტოლიც არის, რომ 4 მეტრი არის. ეხლა ნახეთ, ეს მუხტი დადებითი არის. ეხლა ცხადია, რომ მათ შორის რომ მოვათავსოთ, არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს უარყოფითი მუხტი ამას მიიზიდავს, ეს განზიდავს, რადგან ეს დადებითია, ეს ამიტომ ორივე ძალას ერთი მიმართულება ექნება. ამიტომ აუცილებლად მათ გარეთ უნდა იყოს სადღაც. ეხლა საითხარეს მარჯვენა მხარეს თუ მარცხენა მხარეს. ნუ ადვილი მისახვედრია, რომ მარცხენა მხარეს რაღაცა X მანძილზე რატო ეხლავე აგიხსნით. ეს არის Q3 მუხტი, ხო? ესე იგი ეს ამას იზიდავს, ხოლო ეს, რომელიც დიდი მუხტი არის, ამას განზიდავს. რადგან ეს დიდი მუხტი არის, ხო? ცხადია, ესე იგი მის მიერ შექმნილი ძალა ერთ და იგივე მანძილზე უფრო მეტი იქნებოდა. ამიტომ პატარა მუხტთან უფრო ახლოს უნდა იყოს. ესე იგი ეს არის F1, ეს არის F3. ესე იგი F1 უნდა უდრიდეს F3-ს. F1 K Q1 Q3 X კვადრატზე. F ნუ სამი კი არა F2. F1 უდრის F2-ს. F2 არის K Q2 Q3 L plus X კვადრატში. და ეგენი ტოლი უნდა იყოს. ესე იგი K Q1 Q3 X კვადრატზე უდრის K Q1 Q2 Q3 შეფარდებული L plus X კვადრატზე. ნუ K-ები გაიკვეცება, Q3-თან გაიკვეცება და ეს დავწეროთ ესეთნაირად L plus X კვადრატში შეფარდებული X კვადრატზე არის Q2 Q1-ზე.
ეს არის 4 ნანოკულონი 1 და გამოვა 4. ეს კი L + X X-ზე, ახლა ფესვი ამოვიღე, უდრის 2-ს. ასე რომ 2X უდრის L + X, ეს კი აქედან X უდრის L-ს. აი ეს იქნება ჩვენი პასუხი. და მეათე ამოცანა. ტოლფერ და მართკუთხა სამკუთხედის სამივე წვეროებში მოთავსებულია 1 მიკროკულონი წერტილოვანი მუხტები. განსაზღვრეთ მართი კუთხის წვეროში მოთავსებული მუხტზე მოქმედი ძალა თუ სამკუთხედის ფერდის სიგრძე არის 50 სანტიმეტრი. ეს იგი Q პირველი უდრის Q მეორეს უდრის Q მესამეს უდრის 1 ნანოკულონს. ნუ ამ 10 აღნიშნოთ მანძილი არის 50 სანტიმეტრი. ეს არის 0.5 მეტრი, ასევე ზევით ეს არის 10 - მე-9 ხარისხად კულონი. და უნდა გავსაზღვროთ აი მართკუთხში მოთავსებული მუხტზე მოქმედი ძალა. დავხატოთ ესე იგი სურათი, აი 1, 2, მე-3. ეს არის მართკუთხა სამკუთხედი. ეს არის Q პირველი, Q მეორე, Q მესამე. ეხლა ყველას ერთი ნიშანი აქვს, ესე იგი ეს ამას განზიდავს. ესეც ამას განზიდავს. ამიტომ ჯამური ძალა იქნება აი ეს ძალა. ესე იგი F იქნება F პირველს პლუს F მეორე. მაგრამ სიდიდით პითაგორის თეორემით შეგვიძლია ვიპოვოთ, ეს არის F პირველი, ეს არის F მეორე, აი ეს ვექტორებია. და იქნება F1-ის კვადრატს პლუს F2-ის კვადრატი, რადგან აქ მუხტები ერთნაირია და მანძილებიც ერთნაირი არის, თვითონ ეს F1, F2 ერთნაირი იქნება, 2-ჯერ F1-ის კვადრატი იქნება. ანუ ეს F იქნება 2-ჯერ უпростоრად F1 ფესვი 2-ჯერ. ნუ ჩავწეროთ ეს იგი ეს F-ის მნიშვნელობა, იქნება, ანუ ფესვი 2-ს წინ დავწერ, K Q კვადრატი შეფარდებული A კვადრატზე. აი ესეთი გამოგვივა ძალა, რომელიც იმოქმედებს აი ამ წვეროში მოთავსებულ მუხტზე.